უცხოელი ინვესტორები ხელისუფლებას შევიწროებაში და უსამართლო მიდგომაში ადანაშაულებენ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. კერძოდ, თურქი ბიზნესმენის ბარი შინანის ადვოკატების თქმით, ამ ეტაპზე ბიზნესმენის კუთვნილი თანხა ხელისუფლებას უკანონოდ აქვს გაყინული და უცხოელ ბიზნესმენს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. ადვოკატების თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შემოსავლების კანონიერების დადასტურება თავად მოქალაქეს ეკისრება და არა საგამოძიებო ორგანოს, რაც მათი თქმით არ არის კონსტიტუციური. ამგვარი მიდგომით კი პროკურატურას შეუძლია ნებისმიერი ინვესტორის საქმიანობა შეაჩეროს, თავად ინვესტორი ციხეში გაუშვას კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე და ბიზნესიც გააჩეროს. ამით კი ზიანდება საინვესტიციო გარემოც. ნინო გიგაური გაეცნო ამ საქმის მასალებს. ნინო, რა პრობლემები ექმნებათ ინვესტორებს და რატომ უჩივის კონკრეტული ბიზნესმენი სახელმწიფოს საკონსტიტუციო სასამართლოში? საქმე ეხება თურქ ბიზნესმენს ბარი შინანს, რომელსაც ბიზნესი აქვს როგორც თურქეთში, ასევე დიდ ბრიტანეთში. ინანი საქართველოშიც აპირებდა ფულის ინვესტირებას და ბიზნესის დაწყებას, როგორც ბიზნესმენის ადვოკატები გვიყვებიან. ქართულ საბანკო ანგარიშებზე მას ჰქონდა 7 მილიონ ლარზე მეტი თანხა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მას დაუსაბუთებელ ქონებად ჩაუთვალა. მასალების შემდეგ პროკურატურას გადასცა და უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. მას ედავებიან ფულის გათეთრებას და იძებნება ეს ადამიანი ინტერპოლით. საქმე საქალაქო სასამართლოშია, თუმცა ბიზნესმენი ახლა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და ადამიანის უფლებების დარღვევას ედავება. უცხოელი ინვესტორის ადვოკატები განმარტავენ, რომ წესი, რომლის მიხედვითაც ქონების მფლობელმა ამ ქონების წარმომავლობა უნდა დაადასტუროს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, სადაც წერია, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს მისი უდანაშაულობა და ბრალმდებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ჩადენილია დანაშაული. რასაც ამ შემთხვევაში ადვოკატების განმარტებით პროკურატურა ვერ ახერხებს. კახა კოჟორიძე დღეს ამბობდა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ბიზნესმენის და მხოლოდ ერთი ინვესტორის დავა, პრობლემა არის გაცილებით მასშტაბური და მსგავსი სამართლებრივი დავები სახელმწიფოსა და ბიზნესმენებს შორის აზიანებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, მას უკარგავს სანდოობას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის დაწყება სურთ, უჩენს არასამართლიანობის განცდას. ამ სარჩელში მოსარჩელი არის ერთი ბიზნესმენი, თუმცა ეს საკითხი ეხება ძალიან ბევრ ადამიანს, ვინაიდან საკითხი, რომელსაც ჩვენ პრობლემურად მივიჩნევთ, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამ ერთ ბიზნესმენს, არამედ ზოგადად საქართველოში საინვესტიციო გარემოს და არა მხოლოდ უცხოელ, არამედ ადგილობრივ ბიზნესმენებს და ზოგადად ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს. ბიზნესმენის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოში სურდა, რომ მრავალმილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა, დაწყებულია უკანონო და დაუსაბუთებელი ბრალდების საქმე. ამ საქმეში იმ საკონსტიტუციო სარჩელით, რაც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ვამბობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით დამტკიცებულ უდანაშაულობის პრეზუმპციას. ადამიანის უფლებების კონვენციის თანახმად ნებისმიერი პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა და სწორედ ამას ეწინააღმდეგება ეს ნორმა. ეს არის ფუნდამენტური უფლება. არავინ არის ვალდებული, რომ საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები იმის დასადასტურებლად, რომ ბარიშ ინანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არის პირდაპირ წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლთან, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპს გულისხმობს. დღეს პირველის ნახევარზე საქალაქო სასამართლოში პროცესი იყო ამ საქმესთან დაკავშირებით ჩანიშნული. დაახლოებით 12-ის ნახევარზე ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს პროცესზე დასწრების მოთხოვნით წერილობით და ამ მოთხოვნიდან დაახლოებით 15 წუთში გაირკვა, რომ პროცესი გადაიდო მიზეზად მოსამართლის ლაშა კლდიაშვილის ავადგახდომა დასახელდა. ადვოკატებს კი გაუჩნდათ ეჭვი ამ ყველაფრის შემდეგ, რომ შესაძლოა პროცესი სწორედ იმიტომ გადაიდო, რომ მედია ამ თემით დაინტერესდა.